არიან პიროვნებები, რომლებიც თავიანთი ღვაწლით განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ ერის მეხსიერებაში. ასეთი პიროვნებების რიცხვს მიაკუთვნებიან წმინდა მეფეები არჩილი და ლუარსაბი. მეფე არჩილი მე-8 საუკუნის მოღვაწე გახლდათ, ის რეალურად ერისმთავარი იყო. მას შემდეგ, რაც ირანის სასანიანმა შაჰებმა ქართლში მეფის ხელისუფლება გააუქმეს 6 საუკუნის 50-იან წლებში იწყება უმეფობის ხანა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე საუკუნის 70-იან წლებში იწყება მძლავრი ანტიირანული აჯანყება, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების აღდგენა. აჯანყებულებმა წარმატებას მიაღწიეს, გაიმარჯვეს და ქართლში აღდგა ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ როგორც ძველი ქართველი მემატიანე მოგვითხრობს, სპარსელებისა და ბიზანტიელების შიშით მათ ვერ გაბედეს მეფობის აღდგენა და ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება აღდგა არა მეფობის, არამედ ერისმთავრობის სახით. ეს მოხდა მე-6 საუკუნის 70-იან წლების მიწურულს და ერისმთავრობის ხანა ქართლში გრძელდება ვიდრე მე-9 საუკუნის 20-იან წლებამდე. უკანასკნელი წარმომადგენელი გახლდათ აშოტ პირველი ყურაპალატი ბაგრატიონი. ასე რომ მეფე არჩილი რეალურად ერისმთავარი გახლდათ. მეფე არჩილი ერისმთავარ სტეფანოს მესამის ძე იყო. მას 2 ვაჟი ჰყავდა, უფროსი მირი, იგივე მირიანი და არჩილი. მათი მოღვაწეობის ხანა ეს არის არაბთა ბატონობის უმძიმესი პერიოდი საქართველოში და აღმოსავლეთ როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში არაბები ერთპიროვნულად ბატონობდნენ. ქართლის ერისმთავრები ცდილობდნენ მათი ბატონობისაგან განთავისუფლებას და ერთ-ერთი ესეთი იყო სტეფანოს მესამე. მისი მოკავშირე იყო ბიზანტიის კეისარი, რომელიც ვერ ეგუებოდა დასავლეთ საქართველოში არაბების ბატონებას და აქ 711 წელს ბიზანტიის კეისარმა ვარდან ფილიპიკოსმა გამოგზავნა თავისი ელჩი ლეონი, რომ მას მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ალან ოსეფთან არაბების წინააღმდეგ საბრძოლველად და მისი დახმარების, თავისი ელჩის დახმარების მიზნით მას თხოვა სტეფანოს მესამეს, რომ გადასულიყო ისიც დასავლეთ საქართველოში. მართლაც სტეფანოს მესამე მიდის დასავლეთ საქართველოში თავის უფროს ვაჟთან მირთან ერთად და აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის საერისმთავროში ის ტოვებს თავის უმცროს ვაჟს არჩილს. თუმცა მოხდა ისე, რომ არაბების მორიგი მარბიელი ლაშქრობა ეწყობა აღმოსავლეთ საქართველოში და არჩილიც გადაწყვეტს, რომ გადავიდეს დასავლეთ საქართველოში თავის მამასთან და ძმასთან და იქ მათთან ერთად იწყებს ანტიარაბულ საქმიანობას, მოღვაწეობას, ასე ვთქვათ. ამ პერიოდში ეს ლეონი, კეისრის ელჩი, წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებას ალან ოსეფთან. მართალია იმჯერად მათ არაბების დამარცხება ვერ მოახერხეს, მაგრამ მოახერხეს ისე, რომ აფხაზთა საერისთავო ისევ დაუქვემდებარეს ბიზანტიის იმპერიას. ელჩი ჩამოდის ისევ დასავლეთ საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიიდან და იქ ის გამაგრდება სობყის, იგივე რკინის ციხეში. მას არაბები ალყა შემოარტყავენ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ამ შემთხვევაში მას ეხმარებიან უკვე ძმები მირი და არჩილი და მას ანთავისუფლებენ ამ ალყიდან და ეხმარებიან, რომ სრულიად უვნებლად ის დაბრუნდეს ზღვით ბიზანტიაში და იქ ჩასული კეისრის ელჩი ლეონი იკავებს ბიზანტიის საიმპერატორო ტახტს, ის ხდება ბიზანტიის კეისარი ლეონ მესამე ისავრიელის სახელწოდებით და მან არ დაუვიწყა ძმებს ის ღვაწლი და მათ გამოუგზავნა სამეფო გვირგვინები და მირი, სტეფანოს მესამის უფროსი ძე, აღიარა დასავლეთ საქართველოს ერისმთავრად, პატრიკიოსად. გამოუგზავნა სამეფო გვირგვინები, როგორც აღნიშნეთ, ორივე ძმას და აფხაზეთის ერისთავს ლეონს უბრძანა მათი მორჩილება. მართალია, ეს ძალიან დიდი წარმატება იყო ძმებისათვის, მაგრამ სტეფანოს მესამე და მისი ძეები არაბთა მძლავრების გამო ვერც დასავლეთ და ვერც აღმოსავლეთ საქართველოში თავს მყარად ვერ გრძნობდნენ. არაბები მუდმივად აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს ამ პერიოდში და ერთ-ერთი ასეთი იყო სარდალ ჯარახის ლაშქრობა, რომლის შედეგადაც არნახულად დამძიმდა არაბთა ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოში, რადგანაც მან დაუმძიმა მოსახლეობას ხარკი და დააწესა გადიდებული ჯიზია
და იმავდროულად შემოიღო სრულიად ახალი საადგილმამულო გადასახადი ხარაჯა. სტეფანოს მესამე არ წყვეტდა ბრძოლას არაბების წინააღმდეგ, ის ისევ დამოუკიდებლად დიპლომატიური გზით ცდილობდა, რომ მათი ბატონობა რაღაცნაირად შეემსუბუქებინა მოსახლეობისათვის და მოლაპარაკებას აწარმოებდა ამ მიზნით ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხაზარებთან და მართლაც მათ ილაშქრეს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, დაამარცხეს არაბები, რის შედეგადაც სტეფანოს მესამისა და მისი ვაჟების ხელისუფლება გაცილებით უფრო გამყარდა. და სწორედ ამ მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ატენის სიონის წარწერაში სტეფანოს მესამე იხსენიება როგორც ქართველთა და მეგრელთა ერისთავთა უფალი, სადაც ქართველთა აღმოსავლეთ საქართველოს, ანუ ქართლის საერისმთავროს, ხოლო მეგრელთა ეგრისის, ანუ დასავლეთ საქართველოს საერისმთავროს მოსახლეს აღნიშნავდა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სტეფანოს მესამე გაბატონდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. არაბებმა ქართველების ეს წარმატება გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად უგულებელყოთ, გაენეიტრალებინათ, ასე ვთქვათ, და გამოგზავნეს მორიგი მარბიელი ლაშქარი მურვან იბნ მუჰამედის მეთაურობით არაბთა ასოციაციიანი ლაშქარი შემოიჭრება აღმოსავლეთ საქართველოში და სასტიკად მოაოხრებს და შემდეგ, როგორც ცნობილია, ისინი გადადიან დასავლეთ საქართველოში. აქ მას წინააღმდეგობას უწევენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე ხეიძეები, რომელთაც ის შეიპყრობს და სარწმუნოების დაუტევლობის საბაბით ისინი მოწამეობრივად აღესრულებიან. ამის შემდეგ გზას აგრძელებს მურვანყრუ არაბთა ლაშქართან ერთად ღრმად დასავლეთ საქართველოში და ალყას შემოარტყავენ სამგალავნიან ციხე ქალაქს, ციხე გოჯს, ეგრისის ძველ დედაქალაქს, რომელსაც მიწასთან გაასწორებენ. ამის შემდეგ ისინი გადადიან უკვე საკუთრივ აფხაზეთში და იქ აი ანაკოფიის ციხეს შემოარტყავენ ალყას, სადაც გამაგრებულები არიან მირი, არჩილი და აფხაზეთის ერისთავი ლეონი. როგორც ცნობილია, იქ იმართება სასტიკი ბრძოლა, სადაც ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არაბთა ამ უდიდეს ლაშქარს ისინი უკვე აქცევენ, თუმცა ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. ამ ბრძოლაში სასიკვდილო დაიჭრება მირი და ის აღესრულება. ერთი წლის შემდეგ 738 წელს აღესრულება მათი მამა სტეფანოს მესამე და მამის და ძმის უფლებები გადადის არჩილზე. და ის ხდება ფაქტიურად ქვეყნის ბატონ პატრონი. ის გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში, ისევ ეწევა ანტიარაბულ მოღვაწეობას, თუმცა შემდეგ გადაწყვეტს, რომ დაბრუნდეს აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც არაბთაგან სასტიკად იყო მოოხრებული, ტოვებს დასავლეთ საქართველოში თავის უფროს ვაჟს იოანეს და უმცროს ჯუანშერთან ერთად გადმოდის აღმოსავლეთ საქართველოში. საინტერესოა, რომ ქართლი იმდენად მოოხრებულია არაბთა ლაშქრობებისაგან, რომ პრაქტიკულად იქ ცხოვრება არის შეუძლებელი. ამიტომ არჩილი გადაწყვეტს, წმინდა მეფე არჩილი გადაწყვეტს, რომ გადავიდეს კახეთში. იქ მკვიდრდება და ეწევა რეფორმატორულ საქმიანობას, კერძოდ მან მთელი ქვეყანაო, როგორც საისტორიო წყაროები გვეუბნებიან, ორ ნაწილად გაყო, ნაწილი თავისთვის დაიმკვიდრა, ხოლო ნაწილი კი მისცა მკვიდრად და სამამულოდ თავის ერისთავებს. გარდა ამისა, თავის ტაძრეულებს მან უბოძა აზნაურობა. და ეწევა ძალიან დიდ საამშენებლო მოღვაწეობას. ბუნებრივია გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა დაქცეული იყო არაბთა ბატონობისაგან და განსაკუთრებით კი მურვანყრუ შემოსევებისაგან. და აშენებს ის არაერთ ციხე სიმაგრეს, აშენებს ეკლესიებს, შემდეგ ცნობილი არის, რომ ნუხპატს აღაშენა მან ციხე ქალაქი, აგრეთვე მოაქცია წარმართი ნუხპატელები, ლაკواسტის ხევში აღაშენა ასევე ციხე ქალაქი, ეკლესია საძმორს, ნოტკორას აღაშენა მონასტერი და ასე შემდეგ. საკმაოდ ხრცოვანი იყო უკვე წმინდა მეფე არჩილი, როდესაც 762 წელს დაახლოებით აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდნენ კიდევ ერთხელ არაბები, ამჯერად სარდალ ჭიჭნაუმის მეთაურობით, რომელსაც სახელად ერქვა ასიმიო, როგორც გვეუბნება ქართლის ცხოვრება. ქვეყანა იმდენად იყო განადგურებული არაბებისაგან, რომ მეფე არჩილი მიხვდა, რომ
მისი ხალხი, მისი ქვეყანა კიდევ ერთ მარბიელ ლაშქრობას ვეღარ გაუძლებდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ხლებოდა ასიმს და მშვიდობა შეეთავაზებინა მისთვის. და მართლაც ეს ხცოვანი, არაჩვეულებრივი გარეგნობის მოხუცი მეფე მიდის ჭიჭნაუნთან და საისტორიო წყაროები გვეუბნებიან, რომ ისო მოხიბლაო ახობანებამ მისი ტანისამ და მშვენიერებამ მისი პირისა. მეფე არჩილმა მას შესთავაზა მშვიდობა და ეკლესიების ხელშეუხებლობა, მაგრამ და ასიმა ძალიან დიდი პატივით მიიღო იგი, მაგრამ ძალიან მალე დაუწყო ლიქვნელობით და მსაკრობით ისლამზე საუბარი და მოსთხოვა მას ისლამის მიღება. თუმცა მეფე არჩილმა მტკიცე უარი განაცხადა. ეს გახდა საბაბი იმისა, რომ მას გაეცა ბრძანება მეფე არჩილი დაეპატიმრებინათ და პატიმრობის პერიოდშიც მას არაერთხელ მოსთხოვეს ქრისტიანულ სარწმუნოებაზე უარის თქმა. თუმცა ყოველთვის მტკიცე უარი მიიღეს მისგან და საბოლოოდ სარდალმა ასიმ ჭიჭნაუმისცემ გასცა ბრძანება, რომ იგი მოეკლათ და წმინდა მეფე არჩილს მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს. ეს მოხდა 20 მარტს. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეფე არჩილი წმინდანად შერაცხა. რაც შეეხება მეფე ლუარსაბ მეორეს, ის მე-17 საუკუნის მოღვაწე გახლდათ. თითქმის 9 საუკუნე აშორებდა ამ ორ მოღვაწეს ერთმანეთს, მაგრამ მასაც ფაქტიურად ანალოგიური ღვაწლი მიუძღვის თავისი ერის წინაშე. სრულიად ახალგაზრდა იყო ლუარსაბ მეორე, როდესაც გამეფდა. ის გახლდათ ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავალი, სვიმონ პირველი დიდის შვილიშვილი გახლდათ. როდესაც მისი მამა გიორგი მეათე აღესრულა, შაჰ-აბას პირველი იმყოფებოდა თბილისში. და აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ის პერიოდი არის, როდესაც ორი უდიდესი სახელმწიფო, ოსმალეთი და ირანი იბრძოდნენ სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოში გაბატონებისათვის და ამის გამო არაერთ ომს აწარმოებდნენ. აი, როდესაც გიორგი მეათე აღესრულა, შაჰ-აბას პირველი მაშინ თბილისში იმყოფებოდა და ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მიმდინარეობდა ირან-ოსმალეთის მორიგი ომი. ეს იყო კერძოდ 1602-1612 წლების ომი. და სრულიად ახალგაზრდა ლუარსაბ მეორე, ის მაშინ 14 წლის გახლდათ, შაჰ-აბასმა თვითონ დაამტკიცა ქართლის მეფედ, დაამტკიცა იმიტომ, რომ ქართლი და კახეთი ამ დროისათვის ირანის ვასალურ ქვეყნებად ითვლებოდა, მაგრამ ის ეკურთხა ქრისტიანული წესით მცხეთაში. ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისთვის მეფობა, მტრის განუწყვეტელ შემოსევებს ჰქონდა ადგილი და ერთ-ერთ ასეთ შემოსევას ადგილი ჰქონდა 1609 წელს. ქართლში შემოიჭრნენ ოსმალები, რომელთა შორისაც იბრძოდა 2000 ყირიმელი თათარი. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მეფე ლუარსაბი ცხირეთის ციხეში იყო გამაგრებული და გადაწყვიტეს, რომ სასწრაფოდ ეს ციხე აეხოთ. მაგრამ გზა არ იცოდნენ ციხისკენ მიმავალი. ამიტომ მათ სოფელ კველთასთან შეიპყრეს ადგილობრივი მღვდელი თევდორე, რომელსაც უბრძანეს მეგზურობა. მღვდელი თევდორეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან არნახული მამაცობა გამოიჩინა და როგორც ცნობილია, მტერი სულ სხვა მიმართულებით ატარა, უღრან-ტყე-ტყე ატარა და როდესაც ოსმალები მიხვდნენ, უკვე ძალიან გვიანი იყო, იმიტომ რომ საკმაოდ იყვნენ დაშორებული ცხირეთის ციხე-სიმაგრეს და ეს თავდადება მას ძალიან ძვირად დაუჯდა, სიცოცხლის ფასად დაუჯდა, როგორც ცნობილი არის, მღვდელი თევდორე მოწამეობრივად აღესრულა ოსმალებმა, ჯერ სასტიკად აწამეს და შემდეგ კი მას თავი მოჰკვეთეს და ისიც როგორც ვიცით, ქართული ეკლესიის წმინდანი გახლავთ. ამასობაში ქართველებმა გაიგეს მტრის შემოსევის შესახებ, ჯარი შეკრიბეს და 1609 წელს ტაშისკარის ბოლოს იმართება ბრძოლა, სადაც თვითონ ლუარსაბ მეორე საკმაოდ მამაცურად იბრძოდა. ამ ბრძოლაში პირველად გაიჟღერა გიორგი სააკაძის სახელმაც. ეს არის ცნობილი ტაშისკარის ბრძოლა.
1610 წელს მეფე ლუარსაბ მეორე და კახეთის მეფე თეიმურაზ პირველი ეახდნენ შაჰ-აბას და ლუარსაბმა მას სთხოვა თბილისის დაბრუნება. შაჰმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა და ლუარსაბ მეორე იბრუნებს თბილისს. და მომდევნო 1611 წელს ის უკვე ქორწინდება, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მან ცოლად შეირთო სამეფო აზნაურ გიორგი სააკაძის და რამაც გამოიწვია სააკაძეების საგვარეულოს აღზევება. ამან ძალიან გააღიზიანა დიდგვარიან ფეოდალთა ნაწილი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გიორგი სააკაძესა და ლუარსაბ მეორე შორის მტრობა ჩამოეგდოთ და ლუარსაბ მეორე დაერწმუნებინათ გიორგი სააკაძის ორგულობაში და დიდგვაროვან ფეოდალთა ამ ნაწილმა თავის მისიას მიაღწია და ამ ოპოზიციას შადიმან ბარათაშვილი ედგა სათავეში და ლუარსაბ მეორე გაშორდა გიორგი სააკაძის დას და მისი თანხმობით გიორგი სააკაძე გადაწყვიტეს, რომ შეეპყროთ. მაგრამ გიორგი სააკაძე ერთგულმა პირებმა გააფრთხილეს ამის შესახებ, მან ერთფეხად გაასწრო შეთქმულებს საქართველოდან და ის ჩადის ირანში შაჰ-აბას პირველთან და როგორც ვიცით მის სამსახურში დგება. რაც შეეხება ლუარსაბ მეორეს, ამის შემდეგ 1613 წელს შაჰ-აბას პირველი მას კახეთის მეფე თეიმურაზ პირველთან ერთად იბარებს თავისთან მაზანდარანს ნადირობის საბაბით. თუმცა მეფეები მასთან არ ჩავლენ. შაჰი ძალიან განარისხა მათმა ასეთმა ურჩობამ და გადაწყვიტა, რომ დაესაჯა ქართლისა და კახეთის მეფეები. და ის თავისი ჯარით დაიძრა საქართველოსკენ, თუმცა ავრცელებდა ხმას, რომ ის მოდიოდა არა საქართველოში, არამედ შარვანში და გადაწყვეტილი ჰქონდა შამახიის ციხის აღება. ასე მოულოდნელად შემოიჭრა შაჰ-აბას პირველი კახეთში. ჟალეთის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა თეიმურაზ პირველსა და შაჰ-აბასის მრავალრიცხოვან ჯარს შორის. ქართველები ალყაში მოაქციეს, მაგრამ თეიმურაზ პირველმა მოახერხა ამ ალყის გარღვევა და მუხრანში ჩასვლა, სადაც მას ელოდებოდა მისი მოკავშირე ლუარსაბ მეორე. მეფეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შაჰს არ შებმოდნენ, იმიტომ რომ ეს იქნებოდა უმიზნოს მსხვერპლი და გადაწყვიტეს, რომ გადასულიყვნენ დასავლეთ საქართველოში იმერეთის მეფე გიორგი მესამესთან და ასეც მოიქცნენ. შაჰი მიდის გორში და იქ ბანაკდება. და ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ რადგან არ უნდა დაუჯდეს, ეს ორი მეფე ცოცხლად ჩაიგდოს ხელში. საფრთხე ძალიან დიდი იყო, ორივე ქართლისა და კახეთის სახელმწიფოებრიობას აშკარად დაემუქრა საფრთხე. იმერეთის მეფე გიორგი მესამე ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს საფრთხე აერიდებინა და დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის მიემართა. და შაჰთან მოსალაპარაკებლად მან გაგზავნა აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია მეორე გურიელი და ლევან აბაშიძე. შაჰი მათ ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ მეფეები მისი ღალატი აზრადაც არ ჰქონდათ და რომ მათთვის თავიანთი სამეფოები შეენარჩუნებინათ, მაგრამ დიპლომატიურმა მისიამ მაინც თავისი ნაყოფი გამოიღო. იმ მხრივ, რომ შაჰი დარწმუნდა, რომ ძალით ამ მეფეებს ხელში ვერ ჩაიგდებდა. ამის შემდეგ შაჰ-აბასი მოსალაპარაკებლად იმერეთის მეფესთან შეხიზნულ ქართლისა და კახეთის მეფეებთან გზავნის შადიმან ბარათაშვილს, რომელიც როგორც ქართლის ცხოვრება გვეუბნება იყო ლუარსაბ მეორის აღმზრდელი და მას არწმუნებს მის ხელშეუხებლობაში. აძლევს მას ხელშეუხებლობის გარანტია შადიმან ბარათაშვილის პირით. თან ატანს წერილს შაჰ-აბასი თავისი მეუღლის ლუარსაბ მეორის დის თინათინის დაწერილ წერილს, სადაც ასევე თინათინიც არწმუნებს თავის ძმას, რომ მას საშიშროება არ ემუქრება. ლუარსაბ მეორე ენდო
შაჰ-აბასის სიტყვას და მიუხედავად იმისა, რომ როგორც იმერეთის მეფე, ასევე დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალები, მათ შორის გურიელი და დადიანი არწმუნებდნენ, რომ არ წასულიყო შაჰთან, ლუარსაბ მეორემ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ შაჰ-აბას ხლებოდა. უმთავრესი ფაქტორი აქ იყო ის, რომ იგი დარწმუნებული იყო, რომ თუ იგი ასე არ მოიქცეოდა, ქართლს აოხრებდა შაჰ-აბასი და იგივე ბედს გაიზიარებდა, რასაც კახეთი. ამიტომ ლუარსაბ მეორე ეახლა შაჰ-აბას გორში. შაჰ-აბასმა დიდი პატივით მიიღო, რა თქმა უნდა, მოჩვენებით და ჩაიყვანა ის თბილისში. ლუარსაბ მეორეს ეგონა, რომ თბილისში დატოვებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ნადირობის საბაბით თანდათანობით ის გაიტყუა ირანში, ჯერ ჩავიდნენ ყარაიას, შემდეგ ჩავიდნენ გილან მაზანდარანში, სადაც შესთავაზა კი არა, მოსთხოვა შაჰმა ლუარსაბ მეორეს ისლამის მიღება და რა თქმა უნდა მისგან უარი მიიღო. ლუარსაბ მეორე ამის შემდეგ საპატიო ტყვის მდგომარეობაში იმყოფებოდა და ძალიან დიდი დაწოლის მიუხედავად იგი ვერაფრით ვერ დაიყოლიეს ქრისტიანობის უარყოფაზე და საბოლოო ჯამში შაჰმა გასცა ბრძანება, რომ ის გადაეყვანათ გულაბ-ყალაში, ანუ გულაბის ციხეში. ანუ საპატიო ტყვის მდგომარეობიდან ნამდვილი ტყვის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ამის შემდეგ ლუარსაბი. ლუარსაბ მეორემ იხმო თავისთან ირანში მყოფი მისი თანხლები, ქართველები და სთხოვა, რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალი, როგორც მიცვალებული, ისე დაეტირათ ქართული წესით და იქ მყოფ ეპისკოპოსს სთხოვა, რომ ზიარება მიეღო. და ძალიან დიდი კრძალვით და შიშით მიიღო ეს ზიარება. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს უკვე გულაბ-ყალაში, სადაც მასზე ისევ გრძელდებოდა, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სარწმუნოების უარყოფის მიზნით, მაგრამ როდესაც შაჰ-აბასი მიხვდა, რომ არანაირ ზეწოლას აზრი არ ქონდა, ვერც მოფერებით, ვერც მუქარით ვერ შეძლეს, რომ დაეყოლიებინათ ლუარსაბ მეორე, მან ბრძანება გასცა, რომ იგი მოეკლათ და შაჰ-აბასის ჯალათებმა იგი ციხეში, ისევე საკანში შვილდისრის საბლით მოაშთეს და აღჭეს. ასე აღესრულა ლუარსაბ მეორე. ქართულმა ეკლესიამ ისევე როგორც მეფე არჩილი, ლუარსაბ მეორეც წმინდანად შერაცხა და საინტერესო არის, რომ მათი ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო ქართულმა მართლმედებელმა ეკლესიამ მათი ხსენების დღე ერთ დღეს 4 ივლისს დააწესა. სარწმუნოების შენარჩუნება ქართველებისათვის სამშობლოს ქართველობის შენარჩუნების ტოლფასი გახდათ. ორივე მეფის მაგალითზე ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული. მათ მორალური სიმტკიცის მაგალითი მისცეს თავიანთ ერს. ამიტომ არიან ისინი განსაკუთრებული პატივის ღირსნი და ამიტომაც არის, რომ 4 ივლისს ჩვენ განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ ისინი, მივაგოთ პატივი მათ ღვაწლს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მათი ცხოვრება.